had a terrific win. ეს იყო 2013 წლის ევროპის ჩემპიონატი, ჩვენთვის მეორე ევროპის ჩემპიონატი ნაკრების და რა თქმა უნდა ხორვატიის ნაკრები იმ პირობებში რომ ეს ევროპის ჩემპიონატი ტარდებოდა სლოვენიაში ძალიან ახლოს ხორვატიასთან ქალაქიც ძალიან ახლოს იყო და ფაქტიურად სახში თამაშობდა ხორვატიის ნაკრები და იქიდან გამომდინარე რომ ჯგუფში რომელიღაცა ესე ვთქვათ ძველი იუგოსლავიის ქვეყნისთვის უნდა მოგვეგო რომ რეალურად გასვლის პრეტენზია ჰქონდა იმიტომ რომ ესპანეთი იყო და სლოვენია იყო და რომელიღაცისთვის უნდა მოგვეგო და უფრო რეალურად გვეჩვენებოდა ხორვატიის ნაკრები თან მით უმეტეს რომ პირველი თამაში მოგებული ჰქონდა ხო სამწუხაროდ არ ყავდა როგორც ყოველთვის ვიღაცა გვაკლია ხოლმე დიდი ტურნირების წინ და არ ყავდა ზაზაფაჩულია და თორნიკე შენგელია, ამიტომ იგორ კოკოშკოვი, რომელიც ლეგენდარული მსმენელია ჩემი აზრით, სრულიად შეცვალა მაშინ საქართველოს ნაკრების ეს ძირითადი ტაქტიკა, რომელიც უფრო მეტად შიგნიდან თამაში არის ხოლმე, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ზაზა თოკო და შერმადინი როცა ყავს და სანიკიძეს რო ყავდა მაშინ ანუ რთული არის ესეთი მოთამაშეებს არ გამოყენებდა ჩვენი პლუსი რა თქმა უნდა ყოველთვის ეგენი იყვნენ და სულ ძირითადად შიგნიდან თამაშობდით ხოლმე და როდესაც უკვე თოკო და ზაზა არიყვნენ სრულიად შეცვალა ჩვენი თამაშის სტილი და უფრო აი guard game-ზე გადავედით ანუ დაბლების თამაში წავიდა ესე ვთქვათ რა მახსოვს რომ ანუ მთელი თამაში აი აბსოლუტურად მთელი თამაში მით უმეტეს აი მესამე მეოთხედის დაწყებიდან ზუსტად მიდიოდა ერთ ქულას ჩვენ გავიდოდით ორ ქულას ისინი გავიდოდნენ მე ჩვენ გავიდოდით ორ ქულას ისინი გაათანაბრებდნენ აი მთელი 20 წუთი მიდიოდა ესეთ თამაში რომ იქით-აქეთ ანუ უბრალოდ ერთ დაცვას ვინც აიღებდა ხოლმე ანუ იმის უპირატესობა ეგრევე იგრძნობოდა ხოლმე ну სამწუხაროდ ისე მოხდა რომ ის ბოლო ფატალური შესვლა რომელიც ესე რომ ვთქვათ სუდი გადაწყვეტილება იყო თქო ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ისეთი თამაში მქონდა მე რომ აბსოლუტურად ალბათ არც არავის არ უთქვია იქ რომ შენ არ უნდა გესროლა, შენ არ უნდა შეგეტია, ან არც მისწრე უბრალოდ შეუტია და იქ ბუთი დაიკარგა, მაგრამ ისეთი თამაში მქონდა ჩატარებული რომ 100-დან 99.9 ნებისმიერი მოთამაშე თავის თავზე აიღებდა იმ ბურთის როლას თან მით უმეტეს რომ მე გადმომქონდა ბურთი იქ იმდენად ცოტა დრო იყო დარჩენილი რომ ამ კომბინაციას და რაღაც გაზრებული თავდასხმის გაკეთებას აზრიც არ ქონდა იქ რაღაც ინდივიდუალურ მოსტატობაზე უნდა გეთამაშა ნუ სამწუხაროდ მოხდა რაც მოხდა ანუ პირველ რიგში ალბათ ვისაც არ უნდა გული დაწყოტა და რა თქმა უნდა ყველა მოთამაშეს გული დაწყდა მაგრამ ჩემზე მაგრად არავის არ დაწყოტა იმიტომ რომ მე გავაფუჭე ბოლოს შეჭრა, იმიტომ რომ ესეთი თამაში ხოდა ჩემ ანუ კარიერაში ნაკრებში ჩემთვის ყველაზე ანუ ესე რომ ვთქვათ ქულების მიხედვით ყველაზე წარმატებული მატჩი იყო და მე დამწყდა პირველ რიგში ანუ ყველაფერთან გამომდინარე ყველაზე მეტად გული რომ ეგ თამაში ისე ვერ დავაგვირგვინეთ ყველამ როგორც ყველას უნდოდა. თამაშის შემდგომი პერიოდი აი პირადად ჩემთვის მე მახსოვს ანუ ჩვენ ერთ-ერთ მოთამაშესთან ოთახში შევისთან ერთად ვიყავი. უბრალოდ ერთი 2 საათი ვიჯექით ოთახში და ზუსტად სასტუმროში რომ მივედით ეს თამაში გადიოდა ტელევიზორში ისე განმეორებით და უბრალოდ აი ესე ვიჯექით და ხმა ერთმანეთს არ დავლაპარაკებულ ვართ და უბრალოდ ესე უყურებდით ანუ არც მაგის ძალა ქონდა, არც ემოცია ქონდა, აი არაფერი არ ქონდა, ეს როგორ გითხრათ, ესე ვეგდეთ ლოგინზე და ესე უყურებით. იმდენად ანუ ისე ვიყავით, რომ იმდენად ახლოს ვიყავით და უცბად რამხელა რაღაცა შეგვეძლო და უცბად აი დავრჩით არაფრის გარეშე.